ახალციხელის სპორტსმენები მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე კვირაში 3-ჯერ იკრიბებიან. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, ეს რაგბის სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯგუფი გასულ წელს უსახსრობის გამო დაიშალა, სპორტისათვის დავის დანებება უჭირთ და ფორმაში ყოფნის მიზნით კვირაში 3-ჯერ მაინც ვარჯიშობენ. ამბობენ, რომ ახალციხეს სპორტის ამ სახეობის განვითარების პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამას ხელის შეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. რეგს ვარჯიშობდი სადაც 4 წელი. ძალიან კარგი გუნდი ყავდა და გავდიოდი საქართველოს ჩემპიონატზე და საკმაოდ წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ არ ქონდა დაფინანსება, რა დაიშალა გუნდი. იმის გამო რომ არ ქონდა არც დაფინანსება და ყურადღებას არ გვაქვს გუნდი. რაც იმის საშუალება არ ქონდა, რომ ელემენტარული ბურთი ქონოდა ან ეგეთი რაღაც რა ელემენტარული. და რა დავიშალეთ. აუშვით ჩვენ წელს გუნდი, ნახევარი გუნდი თამაშობს ბორჯომის სახელით, იმიტომ რომ ახალციხეში არ იყო მაგის რესურსი, რომ სამწუხაროდ ისე ჩვენ სახელით გამოსულიყავით. და მარტო იმას ვერ დავანაშაულებთ. ანუ ძალიან ბევრი რამე გვჭირდება მაგისთვის. ჩვენი სტადიონი გვჭირდება. მეტი ფინანსური ხარჯები გვჭირდება. თითქმის ყველას შევაწუხეთ, მაგრამ გამოხმაურება არ მოყვა მათ მხრიდან სამწუხაროდ. რაგბის გუნდი ახალციხეში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. გასულ წლამდე არსებობდა როგორც ზრდასრულთა, ასევე პატარების ჯგუფიც. უსახსრობის გამო ახალციხეს მხოლოდ პატარების გუნდი დარჩა. ამ ეტაპზე 60 პატარა თაობას ზრდის, თუმცა რა ელოდებათ დამწყებ სპორტსმენებს მომავალში მწვრთნელებისათვის რთული სათქმელია. პატარებში ყავს ჯამში 2000 წლიდან 2008-9 წლის ჩათვლით ყავს ბავშვები აყვანილი და ირიცხება დაახლოებით 60 ბავშვამდე. ძალიან ნელი ცხოვრების ტემპით ცხოვრობდი. უბრალოდ მინდოდა ვარჯიში, რაიმე სპორტზე სიარული და უბრალოდ რაგბის ჩემპიონატებს რო უყურებდი ხოლმე, მაშინ ძალიან მომეწონა ეს სპორტი და შემოვედი. ფინანსებაც უნდა იყოს ერთ მხრივ, რომ არ გაგვიჭირდეს სიარული თამაშებზე და ჩვენც მოვემზადოთ ჩვენ მხრივ და გავხდეთ კარგი სპორტსმენები. რაგბის გუნდი ტაო ახალციხის სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს. ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან დაწესებულებისათვის ყოველწლიურად 100,000 ლარია გამოყოფილი. თანხა მწვრთნელების ხელფასებისათვის, მივლინების ხარჯებისათვის და საჭირო აღჭურვილობისათვისაა განსაზღვრული. ქალაქის მერის გიორგი კოპაძის თქმით, ქალაქში სპორტის განვითარებისათვის მათი მხრიდან ხელშეწყობა ხდება, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობას ნაკრების შენახვის სახსრები არ აქვს. თუ ჩვენებს გავზდით და ამისთვის არის სპორტ სკოლა და გაიზრდება და ამის საშუალება იქნება, ეს კლუბი თავისთავად შეიქმნება. თავის წარმატებების ხარჯზე და თავისთავად ჩვენთან ხელის წაკვრა და წაშუალება რაც იქნება, გვერდში ვიქნებით ყველაფერზე, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ასეთ რაღაცებს ჩვენ ხელს უწყობთ. ისი საშუალებაც გვაქვს ხა. დიდი გუნდის დაფინანსებას დამერწმუნეთ, შეიძლება მერის თლიანი ბიუჯეტი არ იყოს. ახალციხის სასპორტო სკოლაში რაგბის გუნდის გარდა სპორტის 9 სახეობა ფუნქციონირებს. მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100,000 ლარი კი 9 მათგანისთვისაა განსაზღვრული.